სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 2. ერთი ავტოკალამი ორ რვეულზე 10%-ით იაფიაო და ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, რამდენი პროცენტით ძვირია ორი ავტოკალამი სამ რვეულზე. ხო, მოდით ასე მოვიქცეთ. პირობითად ერთი კალამის ფასი აღვნიშნოთ. იყოს ფასი ერთი კალამის x ლარი, ხოლო ერთი რვეულის ფასი იყოს, y, ასე გავაკეთოთ. ეხლა თუ ერთი რვეულის ფასი არის y, მაშინ ორი რვეულის ფასი იქნება 2y, ხო? და ეხლა პირობით ჩვენ გვეუბნებია, რომ ერთი ავტოკალამის ფასიო, ესე იგი x-ი, ორ რვეულზე 10%-ით იაფიაო. შესაბამისად, ეს x-ი რომ მივიღოთ, x ფასი, მაშინ რვეულის ფასს 2y-ს უნდა გამოვაკლოთ კიდე 2y-ის 10%. 2y-ის 10% არის იგივე 2y გავუმრავლოთ 10/100-ზე. 10/100 არის 1/100, 1/100 არის იგივე 0.1/100 და ეს ტოლი გამოგვდის 2y-ს გამოკლებული 0.1 ჯერ 2 არის 0.2/100, ანუ გამოკვდება მას კიდე 0.2/100y. ეს კი ტოლი იქნება 1.8/100y-ის. კი ბატონო, ესე იგი x-ი ტოლი ყოფილა 1.8y-ის. ეს გავარკვიეთ. მაშინ ჩვენ გვეკითხებიან, რამდენი პროცენტით ძვირია ორი ავტოკალამის სამ რვეულზე. ეხლა გავარკვიოთ, ორი ავტოკალამის ფასი რა იქნება? ორი ავტოკალამის ფასი იქნება, ორი კალამის ფასი იქნება, 2x, ხო? მაგრამ x-ი თავისუფლად 1.8y არის. შესაბამისად, ეს იქნება 3.6y. ხოლო სამი რვეულის ფასი იქნება, ერთი რვეულის ფასი არის y, სამი რვეულის იქნება. სამი რვეულის ფასი იქნება შესაბამისად 3y, ხო? 3y, ასე. და გვაინტერესებს 3.6y, 3.6y 3y-ზე რამდენი პროცენტით მეტი არის. ამას თუ დავადგენ, ჩვენ გაგვიკვევია თუ რამდენი პროცენტით ძვირი ყოფილა ორი კალამი, ავტოკალამი სამ რვეულზე. ამისთვის მოდით ასე მოვიქცეთ. ეს ჩვენი 3, ესე იგი ორი კალამის ფასი 3.6y, ტოლი უნდა იყოს მაშინ, ისი 3y-ს, რვეულის ფასს, კიდე დამატებული ამ რვეულის ფასის კიდე რაღაც n%, რომელსაც ვეძებთ. n%, ანუ უნდა გავუმრავლოთ ეს n/100-ზე, ასე. და რა გამოგვდის ახლა ჩვენ აქედან n-ი უნდა გავარკვიოთ რისი ტოლია. აქედან ჩვენ გამოგვივა რომ 3y გადმოვა მარცხნივ, ესე იგი 3y/n/100 ტოლი გამოგვდის 0.6/y-ის, ასე. ხო? ეს 3-დან 0.6 შევკვეცოთ, აქ დაგვრჩება 0.3, ეს y-ებიც შევკვეცოთ, 100 რომ 0.3-ზე გამრავლდება, მივიღებთ ვაცრავთ აქ 0.2, ხო? 0.6-ზე შევკვეცოთ, მივიღებთ 0.2 და 100 გამრავლდება 0.2-ზე, მივიღებთ აქედან რომ n-ი ტოლი ყოფილა 1/0.2 არის 20. ესე იგი, საბოლოოდ რომ დავწეროთ ჩვენ პასუხი, პასუხი იქნება 20%, ხო? n-ი რადგანაც მივიღეთ, n% არის პასუხი, რომლის ტოლია თავისუფლი 20%-ის. ესე იგი, ჩვენ გამოგვდის, რომ ორი ავტოკალამის სამ რვეულზე 20%-ით ძვირი ყოფილა. პასუხი B.